სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. ასეა თუ ისე შემოქმედება 20-იან წლებში, მხატვრული შემოქმედება შედარებით თავისუფალი არის მაინც და შედეგები არის საკმარისად კარგი. შარშან წინ არა 12 წელს ეს 2 წლის უკვე სამხატვრო აკადემიაში გამოიფინა ნაწილი ფონდებისა და შევდივარ და შიშველი ნატურა უზარმაზარი შესანიშნავი მხატვრობა შევხედე ფიქრობდი ღმერთო ეს სადაც გინდა წაიღე ეს სადაც გინდა რომელსაც გინდა მუზეუმში რომელსაც გინდა კონტინენტზე და რომელსაც გინდა ქვეყანაში ყველგან ყურადღებას მიიქცევს თუმცა კორდელი სადაც სტუდენტური ნამუშევარია ფიგურატიული, მაგრამ ოდნავ გეომეტრიზებული, ამიტომ ძალიან განზოგადებული ფორმა გამოდის და შესაბამისად ცოცხალი. იქვე გვერდით იყო მთლად თითქოს და ძალიან ისეთი სოციალისტური სურათი, მე მგონი მეფოლადე. თუ მჭედელი ყოშტყოში რაღაცა ცეცხლთან ლითონს ამუშავებს კაცი. შავწითელი სურათი, მაგრამ რაღაცით მემიზიდა, ვუყურებ, ყველაფერი გეომეტრიზებულია და ისევ გამოდის მონუმენტური სულ სხვანაირი ფორმა. იქვე გვერდით არის სხვანაირი ნამუშევარი თამარ ბალანჩევაძის, ანდრია ბალანჩევაძის კომპოზიტორის დისა და ცნობილი აგრეთვე კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩევაძის ქალიშვილის. სავსებით ისეთი ტრადიციული გიგო გამაშვილის, მაგრამ ისიც ტონალურად მშვენივრად აწყობილი, ნაოსტატარი. როგორი დონე. გასაკვირველია ამ აკადემიის შემდეგ გაუქმება ძალიან გულსატკენი უნდა ყოფილიყო ის მესვეობთათვის და რასაკვირველია მოწაფეებისთვის. ამიტომაც როგორც კი გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა, საჩქაროდ აღდგენილს ყველანი პედაგოგებად მივიდნენ. მაგრამ თანდათან ხდება შემდეგი. საბჭოთა ხელისუფლებას აღარ აინტერესებს მემარცხენეობა. ზუსტად იგივე მოხდა სხვათა შორის ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ავანგარდის მხატვართა და არა მხოლოდ მხატვართა არქიტექტორთა მოქანდაკეთა და ასე შემდეგ საკმარისად დიდი ნაწილი ან თანაურდობდა ნაციზმს, ან მასთან თანამშრომლობაზე უარს არ იყო. თორე შორის ამას დიდხანს მალავდნენ და ახლა გაიწყება გამომზეურება ამ ფაქტების ახლა არ გამიგონთ ისე ვითომ მე ვიღაცის მხილება მინდოდეს. ეს ასე არ არის. ყველაფერი ეს არის ძალიან რთული. აი ისევე როგორც ჩვენებს აქ ეგონათ რომ ნუ ასეა თუ ისე მაინც ხომ ჩაგრულს, მაინც ხომ უპოვარს, რაღაცა სიკეთეს მოუტანენ და ეგება მაინც რაღაცა სასიკეთო გამოვიდეს. ისევე იმ გერმანიაში ბევრი ფიქრობდნენ ეროვნული უნდათ ხომ. ეგება და რაღაცა კარგი გამოდნეს აქედან. აი მაგალითად მე ვნახე ასეთი წერილი გიორგი ჩუბინაშვილის გამოუგზავნა ცნობილმა ხელოვნების ისტორიკოსმა პაულ კლემენმა ეს 33 წელია 34-ის დასაწყისიდან ასეთი რამე წერია იქ თანმიმდევრობით მოუყვები ჩვენთან ახლა ჩატარდა არჩევნები მოვიდა ახალი ხელისუფლება ის მიაქცევს ყურადღებას შუა საუკუნეების ხელოვნებას იწყება რაღაცა ახალი ისეთი აღტკინება მთელ საზოგადოებაში ჩვენ ბევრ რამეს ველით ჯერ ამას წერს მე კიდევ წერს იცით თუ სამწუხაროდ ჩემ მეგობარს ადოლფ გოლდშმიდტს მოუხდა გადადგომა პენსიაზე წასვლა და ჩემ მეორე მეგობარი ფრიდ ფოლბახი რომში წავიდაო ახლა ვერ ხვდებოდა რომ გოლდშმიდტი იმიტომ გადადგა რომ ებრაელი იყო და ფოლბახი იმიტომ წავიდა რომში რომ მემარცხენე იყო და პოლიტიკურად იდევნებოდა ხომ იცოდა მაგრამ გაშფოთე ის იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა რომ ამას კი წუხს და ალბათ გონია რომ ეს არასტორია და ასე არ არის საჭირო მაგრამ ეგება და ის უფრო მნიშვნელოვანი იყოს და მე ამას გამოვასწორებთ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ასე იქაც და აქაც და კიდევ სულ ფიქრობდნენ რომ ეს სულელები ხა დიდხანს ვერ გაჩერდებიან და მე ძალიან მალე ახლა სხვანაირად გავაკეთებ და ისე მოვიშორებთ როგორც დაგიბარებია და აისაც კარგი გააკეთეს ის დარჩება ასე ფიქრობდნენ გერმანიაში ასე ფიქრობდნენ საბჭოთა ქვეყნებშიც ისინი შეცდნენ და ესენიც მაგრამ რასიზმი ახლა დაუმატეთ ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ტოტალიტარული ქვეყანა მართლა ფლობს შესაძლებლობებს რომელიც სხვა წყობას არ აქვს უდავშოთ ისეთი დაკვეთები როგორიც იყო მაშინ აი თქვა ყველა მხატვარს ვაძლევ დაკვეთას დახატონ პეიზაჟები რომელ წყობას შეუძლია ეს რამის გაკეთება
ადამიანები ფიქრობენ, აი ეს ხომ კეთდება, ეს ხომ არის სასიკეთო, ხედავთ? ამათაც რაღაცა კარგის გაკეთება შესძლებიათ. არ გეგონოთ რომ მე ამას ჩემი სიტყვებით ვამბობ, მე ამას ვიმეორებ იმას, რაც მომისმენია. რასაც ადამიანები მართლა ლაპარაკობენ. ვის შეუძლია ასეთი დიდი ამშენებლობა? ვის შეუძლია ერთიანად აშენოს უზარმაზარი მიკროუბანი? ეს ხოდაშორის ხებსაც შეეძლოთ, მაგრამ საბჭოთა ქვეყნიდან ის ხომ არ ჩანდა, ის რომ ვიღაცა სიმენსი აშენებს ლამისა ქალაქს თავისი მუშებისთვის, საიდან დასწონოდა საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებს? არ ხომ არაფერი შემოდიოდა, ჟურნალი აქ არ ჩამოდიოდა, წიგნი 1000 ერთხელ რადიოთი თუ გაიგონებდი რამეს და იმასაც ახშობდნენ და მაშინ ამის შახშობა მერე უკვე ძნელი იყო და მაშინ ადვილი იყო, არ შემოდიოდა არავითარი ინფორმაცია. რა იცოდნენ რომ მასობრივი მშენებლობა უკვე ყველგან არის? მათ იცოდნენ რომ რევოლუციამდე ის არ იყო. და ხედავდნენ ამას როგორც ახალ რაღაცა არაჩვეულებრივ რამეს. და რაღაცეები ვთქვათ, დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მართლაც გაადვილებული იყო ტოტალიტური სახელმწიფოს, ჩამოვართმებდი ყველაფერს და გავაგდებდი და მანამდე ეს ხომ შეუძლებელი იყო. მე არ ვიცი, ეხლა ეს ჯერ კიდევ თუ ახსოვთ, ჩემ პატარაობაში წინანდალში ყვებოდნენ, მაგალითად, როგორ ჰქონდა წინალლის პარკის შესავალში მამული ნაკვეთი, უბრალოდ ერთ-ერთ ყმას, ალექსანდრე ჭავჭავაძისას. და ალექსანდრე ჭავჭავაძემ ბატონმა, ხმის პატრონმა ვერ აიძულა ის, გაეცვალა მისთვის ეს ნაკვეთი, სხვა აი არაფერს არ წავიდა იქიდან. და იყო. საბჭოთა დროს ყმაგლეხი კი არა, ვინც გინდა ყოფილიყო, ისე გადააგდებდნენ, როგორც არაფერი. 60-იან წლების დასაწყისი იყო, მე მგონი, ერთი ოჯახი მაგალითად ართ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, არ უთმობდა თავის ნაკვეთს ცეკას სახლის ასაშენებლად. მოვიდნენ შუაღამეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამოიტანეს მათი ბარგი ქუჩაში ღამე და დატოვეს ასე. და ერთ-ერთს დამბლა დაეცა და ეგდო იმ გამოტანილ ავეჯი ქუჩაში. სანამ ვიღაცებმა შეიკედლეს. ნუ რაღაცა მისცეს ასე გვირემე რაღაცა ქოხმახი და შეყარეს იქა, მაგრამ აი ესე გააკეთებდნენ და სახი კერძო სახლი იყო. ისე ჩამოვართვეს რომ არ არავითარი კომპენსაცია და ფერ მიუწიეთ, რა თქმა უნდა. ასეთი შესაძლებლობები ჩნდებოდა და რომელიღაცა ვთქვათ ქალაქ მგემგამარებლისთვის ხიბლიანია, როცა შენ შეგიძლია ესე შენ ჭკუაზე გადააგეგმარო ვთქვათ ბერლინი. რატო უკვირთ ალფრედ შპეერის? ვინ არ გააკეთა ასეთი პროექტები? და სხვა შორის დღეს უკვე ამბობენ რომ ჰიტლერული ეს იდეები მანამდე იყო დაახლოებით დიდი ბერლინი, მას რაც უნდოდა შპეერს რომ აკეთებინებდა. ასეთი პროექტი უკვე იყო. მან აიტაცა უკვე არსებული იდეა და შპეერმა დაასახმა უამრავი გერმანელი არქიტექტორი, უამრავი, მათ შორის ბაუჰაუსის თანამშრომლები. და რა არის საინტერესო, რომ რამდენიმე არქიტექტორი იყო იქ, რომელიც მათ არ მიიღეს, ნუ ხა ებრაელები ბუნებრივია, მაგრამ სხვაებიც, მაგალითად მის ვან დერ როე ვერაფრით ვერ მიიღეს, იმიტომ რომ ის იყო ძალიან ახლოს კომუნისტურ წრეებთან და ვალტერ გროპიუსი იმის გამო რომ ის იყო ძალიან გაცხადებულად სოციალისტი და ვაიმარის რესპუბლიკის მეტისმეტად თავგადაკლული მომხრე და მებაირახტრე და მაგრამ როგორც გაირკვა მის ვან დერ როე ძალით გააგდეს გერმანიიდან. უბრალოდ ძალიან გაუჭირდა და ოჯახმა, ნუ ამისა მუხლებზე დამხობილმა უთხრა რომ ნუ დაგუპავ შიმშილით, ნუ მოკლავო და მხოლოდ ამიტომ წავიდა შეერთებულ შტატებში. არ უნდოდა წასვლა. ის მთელი 5-6 წელი ელოდებოდა რომ მას ბოლოს და ბოლოს ჰიტლერი დაკვეთას მისცემს. და ვალტერ გროპიუსი სანამ ომი დაიწყებოდა. სულ წინ და უკან დადიოდა ლონდონიდან ბერლინში და არ დაკეტა თავისი სახელოსნო. სულ იმ იმედით რომ მიიღებს დაკვეთას და 34 წელს მიიღო კიდევაც ნაცისტების მოწყობილ გამოფენაში მონაწილეობა და ერთ-ერთ პავილიონში ექსპონატი გამოიტანა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა არც მე მათ ცუდს არ ვამბობ. ეს არის სრულებით ბუნებრივი. ისინი იყვნენ გერმანელი ხელოვანი და მათ უნდოდათ ეღვაწათ თავისი ქვეყნისთვის. მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. არანორმალურია თუ შენი ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება არ გინდა. მაგრამ ესენი თქვათ რომ არ მიიღეს, ბევრი სხვა აშრომეს მათი ნამდვილი მრწამსის, მათი ნამდვილი ბუნების საწინააღმდეგოდ, აი სწორედ ამ იმედით რომ ბოლოს და ბოლოს ეს ნაცისტები გადაშენდებიან და გერმანია წელში გამართული დარჩება. და არ არის ძნელი გასაგები, მე მგონი, როდესაც თქვათ გაჩნდა სამხედრო ფლოტი, რომელიც აუგრძალეს გერმანიას ჭკვიანმა ანტანტის მოკავშირეება. რას ფიქრობდნენ, როცა ამ სისურელეს აკეთებდნენ? რას ფიქრობდნენ, როცა უგზავნდნენ მათ სამხედრო ავიაციას, ძიმე სამხედრო ტექნიკის ქონა?
არ იყო ცხადი, რომ ეს გამოიწვევს გაღიზიანებას და მე ყველაზე ბოროტ, ყველაზე საშინელ ძალას მისცემს ხელში ქვეყანას. ეს ხო 2x2 4. გასაკვირველია, ნებისმიერი რევანშისტი მიიმხრობს მე იმ არ ვიცი, ათასობით საზღვაო ოფიცერს, რომელიც დარჩა უსაქმოდ ან რა ვიცი, რაღაცა იქ ბორნებზე და რაღაცა საშინელებებზე უნდა ემსახურა. გასაკვირველია, ყველანი ისინი იმათკენ გასვირდებოდნენ. აბა რა სიზამნე. როცა წაართვეს მაშინ სტრასბურგიდან ძალიან დამამცირებელი ფორმით. გასაკვირველია, იმან ვის თქვა, მე შემოვიერთებ ჩვენს დაკარგულ რაინისპირეთს, უამრავი ხმა რომ მიიღო, ეს გასაკვირია? არ ვიცი, მე მეჩვენება რომ ეს არის სავსებით ბუნებრივი. ვის თქვა რომ ის აღორძინებს გერმანელების გათედილ თავმოყარეობას, რომ ის დაუბრუნებს მათ ღირსებას, რომ ის ყველაფერს მოიგებდა, ვინც უნდა ყოფილიყო, ეს გაუგებარია? ასევე მოხდა აქაც, ვინც უთხრა ადამიანებს, მე დავამყარებ სამართლიანობას, მაშინაც კი მოატყუილა, როცა ის იყო დამპყრობელი. და ყველა იმას ნატურლობდა, რომ ის გადაშენდება აქედან, მაგრამ ხომ თქვა სამართლიანობას მოვიტანო და ადამიანები იხიბლებოდნენ ამით. იმიტომ რომ ისინი მზად იყვნენ ამის მისაღებად. აი ამაშია მთელი ამბავი. არ არსებობდა იდეა სამწუხაროდ, რომელიც დაუპირისპირდებოდა თუ აი ასე გაცამხრივებულ ეროვნულ იდეას და აბსურდამდე მიყვანოს. ან ასეთ გაცამხრივებულ და ისევ აბსურდამდე მიყვანილ სოციალურ იდეას. არ იყო ასეთი იდეოლოგია. არ იყო ასეთი იდეალი სამწუხაროდ ჩვენდა. და თუ ჩვენ გვინდა გადავრჩეთ ამისთანა უბედურებებს მომავალში, ჩვენ სულელურ არაფრის მქმელ ლოზუნგებს კი არ უნდა მივდებდებთ, როგორც ეს დღეს ხდება. და კი არ უნდა ვამბობდეთ, რომ არ მინდა ახლა არ გადავალ პოლიტიკურ დისკუსიაში, მაგრამ მინდა მხოლოდ იმის თქმა, რომ ლოზუნგები საკმარისი არ არის. ლოზუნგები მხოლოდ ატყუილებს ადამიანებს და მათ ბრბოთ აქცევს. საჭირო არის ნათლად ჩამოყალიბებული იდეალები, რომელთა მიღმა დგას ნათელი, მკაფიო და საფუძვლიანი იდეა. ნამდვილი მსოფლმხედველობა და არა მსოფლმხედველობითი ნაკუწები, რომელსაც წარმოადგენს თანმიმდევრული მატერიალიზმი და სხვათა შორის ნაციზმის და ბოლშევიზმის, ეს მხოლოდ მატერიალიზმის ორი ნაირსახეობაა და მეტი არაფერი. უბრალოდ ერთმა გაამძაფრა ბიოლოგიური საწყისი და მეორემ გაამძაფრა სოციალური საწყისი, თორემ არავითარი არსებრივი სხვაობა მათ შორის არ არის. ორივე არის ფატალიზმი სინამდვილეში, ერთ შემთხვევაში ბიოლოგიური ფატალიზმი, მეორე შემთხვევაში სოციალური ფატალიზმი. და ორივე არის ამიტომ ძალიან აგრესიული. და თანაც ორივემ ზუსტად ისის როგორი უნდა იყოს მომავალი. იმიტომ რომ ერთმა ყველაფერი დაამყარა გენეტიკურ გადარჩევაზე, მეორემ სოციალურ გადარჩევაზე. და ხო იცის ბოლო როგორი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი რაც ამას ხელს უშლის, მან უნდა გაანადგუროს. აი ეს არის ის მარტივი ფორმულა, რომელმაც მოიტანა ნაცისტური ტერორი და ბოლშევიკური ტერორი. და ეს გამეორდება მრავალგზის თუ დროზე ადამიანები არ მოეგებიან გონს. დღევანდელი მსოფლიო არსაც შორს იქიდან არ წასულა. და თუ ვინმეს გონია, რომ შესაძლებელია ლიბერალიზმი დაუპირისპირდეს აი ესეთ რა ვიცი რა დავარქვათ მაგას შოვინიზმს, ზოოლოგიურ შოვინიზმს და რევოლუციურ სოციალისტურ ტერორიზმს, ის ცდება, ისინი ყოველთვის გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ ისინი სინამდვილეში არიან იგივე ლიბერალიზმი, ოღონდ ბოლომდე მიყვანილი. ის არაფერს ამისგან განსხვავებულს არ ამბობს. იქაც არის ძალიან პრიმიტიულად გაგებული სოციალური თანასწორობა და ძალიან პრიმიტიულად გაგებული ბიოლოგიური საწყისი. ის აუცილებლად მოიტანს ამას. ეს მოხდება ძალიან მალე, თუ დროულად ადამიანები არ გაახელენ თვალებს და არ დაინახავენ სინამდვილეს. არავის ეგონოს, რომ ყველაფერი დამთავრდება ლონდონის ზანგების ჟანყით, უკაცრავად ევროაფრიკელების ჟანყით, ჩვენ ხო კორექტულები უნდა ვიყოთ, ისლამური ტერორიზმით და ანტიისლამური ტერორისტით კოპენჰაგენში. ეს მხოლოდ დასაწყისია. ვისაც თვალები აქვს, ეს უნდა დაინახოს. არ დავიღლები ამის გამეორებით, ჩემი სტუდენტები შევიკალი ხელში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მე ამის ძალიან მეშინია. და ძალიან არ მინდა, რომ ამან ჩვენს კარზე მოგვიკაკონოს. და ეს არ არის გამორიცხული. ჩვენ ძალიან იოლად ვეგებით ყოველნაირ სისულელეზე, როგორც შეგვიძლია დავადასტუროთ, უკანასკნელ 1 საუკუნის განმავლობაში. ასეა თუ ისე, 20-იანი წლების ბოლოსთვის ნელ-ნელა ხდება გამოკვეთა ახალი ვითარების. ახლა რაშია საქმე?
ევროპულ სახელმწიფოებს, რომელიც ძველი ყაიდით ცხოვრობენ, აქვთ ფუფუნება მიუშვან ხელოვანი აკეთოს რაც უნდა. მაგრამ ორივე საბჭოთა რეჟიმი ჩვენში და შემდეგ 30-იან წლებიდან ნაცისტური რეჟიმი ორივე ახალია და მან უნდა დაიმკვიდროს თავი. მას ამისთვის სჭირდება პროპაგანდა, რომელიც აღარ ჭირდება ბურჟუაზიულ სახელმწიფოებს, მათ ეს ყველაფერი მე-19 საუკუნეში მოილიეს. დადგეს ძეგლები, გააკეთეს აშენეს პომპეზური შენობები, ყველაფერი ეს მათ უკვე აქვთ. მაგრამ ამათ ხომ თავისი არ აქვთ, აქვთ მარტო ძველი და ორივე ამბობს, რომ ის აშენებს ახალ ცხოვრებას. ამიტომ მათ ჭირდებათ აგიტაციის ხელოვნება. და მათ ჭირდებათ პომპეზური ხელოვნება, რომელიც გამოადგებათ მათ როგორც თვითდამკვიდრებისა და მასებზე ზემოქმედების საშუალება. ფუნქციონალისტური არქიტექტურა შეიძლება იყოს პომპეზური, მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ. ეს გამოჩნდა ცოტა მერე და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მხოლოდ იმით რასაკვირველია ფონს ვერ გავიდოდნენ, მაგრამ შეეძლოთ ცოტა მეტი დრო რომ ქონოდათ და დიდი ბოდიში ცოტა მეტი კულტურა და ჭკუა და მათ ჰქონდათ ეშმაკობა და სინამდვილეში ხო სიბრძნე არ იყო. იქაც და აქაც იყო მარტო მზაკრობა და ძალმომრეობის საშუალებები, მეტი არაფერი. მათ ვერ დაინახეს როგორ შეიძლება მისცე რაღაცა ასპარეზი ამ მემარცხენეებს, რომელიც შენკენ არიან და შენ ტანს გიკრავენ. და ამავე დროს სხვანაირი ხელოვნებაც აცოცხლო და ისიც თავისთვის გამოიყენა. მათ მაინც ასე წარმოიდგინეს, რომ აი ეს ფორმები, რომელიც ძველებს ჰქონდათ, მოდი ის გამოვიყენოთ. აქ კიდე ერთი იყო, მათ როგორც ჩანს, ერთსაც და მეორესაც ჭირდებოდათ ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაცია. მათ უნდა ეთქვათ, რომ ისინი სინამდვილეში დიდი ტრადიციიდან მოდიან. ამიტომ საბჭოთა ქვეყანაში შეიქმნა ასეთი თეორია, რომ ეს პროლეტარიატი არის ყველაფერს საუკეთესოს მემკვიდრე, რაც ჰქონდა წინა ცივილიზაციებს და ყველაფერი კარგი, რაც იყო მანამდე, ფაქტიურად ბოლშევიზმია, უბრალოდ იმან თვითონ ამის შესახებ არ იცოდა. ასეთი ლექსი იყო მაგალითად გვიან დაიწერა 80-იან წლებში, რით არ ყოფილა კომუნისტი, ხერხეულიძე 9 ძმა. ამბობენ, რომ ამ პოეტს კარგი ლექსები აქვს, მაგრამ ეს ტრიქონი რომ წავიკითხე, დღემდე ხელს ვერ ვკიდებ მის კრებულს. სისულელეს ვაკეთებ და უნდა მოვკიდო, მაგრამ შემზარა პირდაპირ. მაგრამ ეს არ გახლავთ შემთხვევითი. ეს არის იმ ზოგადი, ხათ განწყობილების, ასე პირდაპირ ეს ნათქვამი არ ყოფილა. აი იმ თეორიის გამოხატულება უკიდურესი, რომ ყველაფერი რაც არის კარგი წარსულში, ყველაფერი არის სინამდვილეში სოციალისტურ ბოლშევიკურ. ნაცისტებთანაც იგივე იყო, მათ უნდა ეპოვნათ თავისი ძირები, მით უმეტეს ისინი, რომლებიც ეროვნულობაზე ლაპარაკობენ, მით უმეტეს უნდა დაყრდნობოდნენ წარსულ კულტურას, ხო? ამიტომ თქვათ, იქ პირდაპირ კულტი იყო დაუშვათ ბეთჰოვენის, ვაგნერის, გოეთეს, შილერის. ყველა მათგანი ჭკუიდან შეიშლებოდა, რომ ენახა ეს ყველაფერი, მაგრამ ცოცხლები ხო აღარ იყვნენ. აქ კიდევ ბატონო დაიწყო, რომ ლიტერატურის კლასიკოსები მართალია ბეჭდავდნენ როგორც უნდათ ისე გაცხრილს, უგონებდნენ რაღაც წარმოუდგენენ რაღაცებს, მაგალითად საბჭოთა სახელმძღვანელოებში ეწერა, რომ ილია ჭავჭავაძე თანაუგრძნობდა მარქსიზმს. ეს უბრალოდ ანეკდოტია, თუ გავითვალისწინებთ რაოდენობა სტერილებისას, რომლებიც მან უძღვნა სოციალ-დემოკრატებთან მარქსიზმთან კამათს, მაგრამ რას გააწყობდი ახლა წერდა ის ადამიანი სინამდვილეში ის იყო მარქსისტი. ან მაგალითად ტოლსტოი, როგორც გრაფი ლევ ტოლსტოი, როგორც გამოაცხადა ამ ხანაგმა ლენინმა, იყო რუსული რევოლუციის სარკე. ტოლსტოიმ მართლაც აჩვენა რა არის რუსეთი და მე თუ მკითხავთ, მართლა აჩვენა რა საშინელებაა რევოლუციონერები თავის რომანში აღდგომა, სადაც აი პირდაპირ ლენინია. ლენინის პორტრეტია, მაგრამ მან არ იცოდა რომ ლენინს ხატავდა. ის უბრალოდ ხედავდა ამ ჯიშს ადამიანებისას. ოღონდ ხა იქ ძალიან კარგად ჩანს ვის თანაუგრძნობს ტოლსტოი და ვის არა. და რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც მას სწორად მიაჩნია და მის რევოლუციის მომხრე ვერ იქნება, ძალიან თვალნათლივია. ხო, ის წინააღმდეგი იყო 1905 წელს ადამიანების ჩამოხრჩობისა, ბუნებრივია, მაგრამ არც იმას წერდა, რომ მომხრეა იმათი, ვინც სახლ-კარს უწვავს მემამულეებს და კლავს ქალებს და ბავშვებს. რაც ხდებოდა იმ წლებშიც და ისიც მოესწრო. მერე რა გასხილავდნენ, ამოყრიდნენ იქიდან რაღაცა ადგილებს და მერე იტყოდნენ, რომ ის იყო სინამდვილეში
პირველი მედროშე ბოლშევიზმის. ყველაფერში წარსულის ფორმა მოინდომეს. ამიტომ ლიტერატურა თავისი ხერხებით უნდა მგვანებოდა მე-19 საუკუნისას. ვთქვათ, მეტაფორები უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორც მე-19 ნეკრასოვს ჰქონდა რუსეთში და უშუალოდ აკაკის საქართველოში. ხატრობა უნდა მიმგვანებოდა იქ რაღაცას და კიდევ ამბობ, სინამდვილეში ეს მიმგვანებას არ გამოვიდა. იმიტომ რომ ის რაცაც ისინი ვითომ და ბაზავდნენ, სინამდვილეში არ არსებობდა ის ლიტერატურა და მხატვრობა და არქიტექტურა და რაც გინდა, იყო შექმნილი სხვა სულისკვეთებით, სხვა მიზანსტრაფით და რანაირად შეიძლება ის გადაქცეულიყო ამან. მაგრამ ნელ-ნელა ხდება ესეთი გაცხრილვა ვითომ და რეალისტურის, ვითომ და მისაღების და შევიწროება სხვის. ახლა მინდა ვთქვა და ამით დავამთავრებ დღეს, რომ მე პირადად არ მიმაჩნია სწორად არც დღევანდელი კონიუნქტურული დებულება, რომ ყველაფერი ვთქვათ სახვითი და ყველაფერი არა ავანგარდული არის ცუდი. რომ თქვა თუ ადამიანი საგნობრივ სურათს ხატავს, ის უკვე განწირულია ცუდი იყოს. ან თუ არ აკეთებს კონსტრუქციისტულ შენობას, ის აუცილებლად ცუდი არქიტექტორია. ეს ასე ნამდვილად არ არის, ეს უბრალოდ ყვილია. მე არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი კონიუნქტურა ყველაფერი რაც ავანგარდულია, კარგია, რაც ავანგარდული არ არის ცუდია, უკეთესი იყოს ბოლშევიკურ კონიუნქტურაზე ყველაფერი რაც ავანგარდული ცუდია და რაც ავანგარდული კარგია. ეს არის ერთი და იგივე ბოლშევიზმი, უბრალოდ წაღმა და უკუღმა. ერთიც არ არის სწორი და მეორეც. ჩვენ და შევხედოთ მოვლენებს ისეთებს, როგორიც ისინი იყო. არ არის საჭირო მათი გალამაზება. ავანგარდს ჰქონდა დასაკვირველია ძალიან დიდი მიღწევები, იქ იყვნენ ძალიან დიდი ოსტატები, მაგრამ არ შეიძლება იმის არ დანახვა, რომ იქ არის საკმარისად საეჭვო და სათუო მხარეებიც. ბოლოს და ბოლოს არ უნდა გვავიწყდებოდეს მე სხვა შეეს ერთმა ჩემმა კოლეგამ ვკითხე, როცა თქვენ ავანგარდს ამბობთ, რომ ისლამისა რაღაცა სუპერსულიერება, რატომ არ ითვალისწინებთ, რომ ამან მოიტანა შემდეგ სახვითი ხელოვნების გაუქმება, რაც მოხდა 60-იან წლებში, ხო, ნუ ბოლომდე ვერ გავიკეთდა ეს და დღეს ჩვენ გვაქვს სრული აჯებსანდალი, მაგრამ ეს აჯებსანდალი ხომ მივიღეთ 70-იან 80-იან წლებში დებულება, რომ შემოქმედება გათავდა და ახალს ვეღარაფერს გააკეთებ და ეს ხომ გრძელდება? ხომ გვეუბნებიან, რომ ხელოვნება არის ის, რასაც ხელოვანი ხელოვნებას დაარქმევს და ამიტომ ქანდაკება შეიძლება იყოს, თქვა, ცეკვა. არ ვაჭარბებ, მართლა ასეა. ან ამასწინათ, მაგალითად, მე უბრალოდ ყურადღება არ მიმიქცევია, აღმოჩნდა, რომ არსებობს პოსტდრამატურგიული თეატრი. და ეს უბრალოდ ნონსენსია. თეატრი არის ხელოვნება, რომელსაც აქვს ლიტერატურული საფუძველი. სცენარის სახით მაინც, როგორც ეს იყო კომედია დელარტეში. თუ ის ასეთი არ არის, ეს აღარ არის თეატრი, ეს რაღაც სხვა არის. ესეთი აბსოლუტური აღრევა და ყველაფრის გაუქმება და ყველაფრის დანგრევა, რომ მოიტანა ამან, ესეც ხომ ფაქტია, რომ ფაქტიურად სახვითი შემოქმედება იქნა მოკლული, ლიტერატურული შემოქმედება არის მოკლული, დღევანდელი პოსტავანგარდული, პოსტმოდერნისტული ლიტერატურა არ არის. ეს არის უბრალოდ ძალიან ოსტატური ვარჯიში სიტყვიერებაში და სხვა არაფერი. ეს არის ცარიელი ტექსტები, რომელთა მიღვა საერთოდ არაფერია. ეს არის ცარიელი ოსტატობა ოსტატობისთვის. ეს ყველაფერი იმან მოიტანა, როგორ შეიძლება ამას ანგარიში არ გაეწიოს, ხომ უნდა გავაანალიზოთ ეს ასე რატომ მოხდა. და მოხდა ძალიან მარტივი მიზეზისა გამო. იმიტომ რომ მთელი ეს ხელოვნება სინამდვილეში არ არის სიახლე. დებისიმ ერთხელ ვაგნერზე თქვა, რომ ის იყო დაისი, რომელიც აისად მიიჩნიესო. მთელი ეს ხელოვნება დაწყებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. მათ შორის ძალიან კარგი და ძალიან დიდი ხელოვნებაც არის ესეთი ამ ხელოვანთა შორის დიდები როგორ არ არიან? ათობით. მაგრამ ყველა ისინი დაისის ხელოვნება, ეს არის რენესანსული და პოსტრენესანსული კულტურის დაისი, მისი რღვევა, მისი საბოლოო მოშლის შედეგი და მეტი არაფერი. იქ ახალი არაფერი დაწყებული. ეს არის იმ შემოbrunების უკანასკნელი გამოვლინება. აი როგორც იარა რენესანსულმა მსოფლმხედველობამ მოვიდა უკიდურეს მატერიალიზმამ და ეხლა ხდება მატერიალიზმის რღვევა, უბრალოდ მისი საბოლოო დასკვნები, რომელიც იმ მსოფლმხედველობიდან შეიძლება გამოიტანო. და ისინი აქ მოვიდა, მეტი არაფერი. ეს შეიძლება გაგრძელდეს 100 წელი, შეიძლება გაგრძელდეს 200 წელი. ჩვენ გვაქვს ამის მხოლოდ ზუსტი არა, მაგრამ მსგავსი რამ გვიან ანტიკურ ხანაში, რომ აგრეთვე ახლა ესეთი რამ ხდებოდა.
ხდებოდა წარმართობის კუდომა და ეს გაგრძელდა მეორე საუკუნიდან 300 წელი. და მის წიაღ იყო, ოღონდ მის წიაღ აშკარად იყო ის, რამაც შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ქვეყნიერება. პირადად ჩემთვის ის რაღაცა კვლავაც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ მასხრად აგდების და გაკილვის საგანი არის უამრავი ეგრეთ წოდებული მოწინავე ადამიანის მხრიდან, რომლებიც აი ამ კვდომად კულტურაში და ესეც ორიგინალური არ ვარ, წაიკითხეთ 1910-იანი წლების ქართული პუბლიცისტიკა და ნახავთ, რომ აი ამ ქართული ავანგარდის მოღვაწენი კონსტანტინე გამსახურდი ახალგაზრდა, როგორც გერონტი კიკოძე, როგორც ჩალვა კიკოძე, არ ვიცი რომელი ერთი. წაიკითხეთ ლიტერატურაში თქვათ, რომ ძალიან კარგად ჩანს ნიკოლოზ კიფაინძესთან, ეს ჩანს დავით კასრაძესთან, ყველანი ხედავენ ავანგარდულ ევროპას, როგორც კდომას ბურჟუაზიული ევროპისას, როგორც მის დაისს და ეს დაისი ჯერჯერობით გრძელდება. და თუ ჩვენ ამას ყველაფერს არ შევაფასებთ, შვიდად ყველაფერს, ავსას და კარგსაც, ჩვენ შედეგი არ გვექნება. ჩვენ სულ ვიტრიალებთ ამ მოჯადოებულ წრეში რაღაცის ჩაწიხლვისა და რაღაცის გაკერპებისა. მაშინ როცა არც კერპათ უნდა დაიყენო რამე და არც უანგარიშოთ უნდა ლანძღო. და დაინახო, ცხადლივ დაინახო. და სხვათა შორის აქვე მინდა ვთქვა, რომ სამხატვრო აკადემიის მაშინდელი პირველი ხელმძღვანელი გიორგი ჩუბინაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, ძალიან მიდრეკილი იყვნენ ნებისმიერი ფორმისმიერი ექსპერიმენტის მიღებისაკენ. მაგრამ რატომღაც უკიდურეს ფორმებს ავანგარდისას და ეხლა მე გავმარტავ, რატომღაც სულაც არ არის გაუგებარი. ვთქვათ, უსაგნო ხელოვნებას არღებულობენ. არღებულობენ ძალიან მარტივი მიზეზით. ის არ ლაპარაკობს. მას არ აქვს უნარი, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ძალიან იშვიათად აქვს უნარი რაღაცა სულიერად ამაღლებული მისცეს ადამიანს. ის არის ეგოცენტრული ხელოვნება. ხელოვნება, რომელიც პირდაპირ გეუბნება, შენ ვერ გამიგებ. გინდა გამიგო, მოდი და მკითხე, მე რას ვამბობ. ამას ამბობს ყველა ეს ხელოვანი. ყოველი მათგანი ცდილობდა დაენგრია ყველაფერი და მოესპო ყველაფერი გარშემო, რომ დარჩენილიყო ერთადერთი. ამასაც მარტო მე არ ვამბობ, ჩემთვის ძალიან არასიმპათიური ხელოვნების ისტორიკოს თეორეტიკოსი ბატონი გროისი ბრძანებს, რომ ეს იყო ფაქტურად ტოტალიტარიზმის გამოვლინება, ხო ჯერ ხელოვნებაში გამოვლინდაო ესთეტიკურად და მერე უკვე პოლიტიკაში. ის არ მიდიოდა ადამიანებთან, ის მათ ზურგს აქცევდა. ის ხელს უწყობდა ელიტარიზმს, რომელიც სრულებით ანტიჰუმანისტურია. და ისევ მე არ მithქვამს ბატონმა ორტეგა იგასეთმა ბრძანა, რომ ეს იყო არა ადამიანური დეჰუმანიზებული ხელოვნება, სადაც ადამიანურობა იდევნებოდა. აი ამიტომ გიორგი ჩუბინაშვილის ნაირი ადამიანები ამას ვერ მიიღებდნენ. ნებისმიერი ფორმისმიერი ექსპერიმენტი, ნებისმიერი დეფორმაცია, ყველაფერი რაც ემსახურებოდა სულისმიერის ადამიანურის მაღალსულიერის გადაცემას, ადამიანისთვის მიწოდებას მათთვის მისაღები იყო, მაგრამ როგორც კი ხელოვნება ხდებოდა თვითმიზნური, ან ხდებოდა ცალმხრივად დამანგრეველი, ის მათთვის მიუღებელი იყო არა ესთეტიკურად, არამედ ეთიკურად. და უნდა გითხრათ, რომ მე პირადად სავსებით ვიზიარებ ამ თვალსაზრისს, თუმცა ისევე როგორც ის ადამიანები, რა თქმა უნდა, ვხედავ იმ მონაპოვართაც რაც ჰქონდა ამ ხელოვნებას და იმ დიდ ოსტატებსაც, რომელიც მას ყავდა ახლა. მიხსნიან ხოლმე, რომ თურმე ნუიტყვით და რომელიმე დავით გაგაბაძე დიდი მხატვარი იყო და მარტივად არ ვიცი რა ვქნა ასეთ დროს, და მეცინება. ეს ვიცი უკვე ძალიან დიდი ხანია. სულ ცოტა ნახევარი საუკუნეა ვიცი, სულ არ მჭირდება ამის ახსნა. და დავით გაგაბაძესთან სხვათა შორის არც არაფერი მაქვს საკამათო, იმიტომ რომ ის სწორედ ახერხებდა, როგორც სულ 3-4 კაცმა მოახერხა, სულიერებაც მოეტანა თავისი უსაგნო ხელოვნები და ყველაფერი რაც ხელოვნებას უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ერთმა და ორმა შეეძლო, ამაშია მთელი ამბავი. და როცა ეს ხდება ერთადერთი, ის ხდება ანტიჰუმანური. აი ამაშია საქმე. ასე რომ
როდესაც მივტირით ავანგარდს, უნდა ორივე მისი მხარე გავითვალისწინოთ და კიდევ ერთი რამ. თავარი დანაშაული ბოლშევიზმისა და ნაციზმისა ხელოვნებასთან მიმართებით სწორედ ის არის, რომ მათ წარმოიდგინეთ დღევანდლამდე გაუხანგრძლივეს ავანგარდს და მის კუდებს ცხოვრება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ის მოკვდებოდა 1940 წლისთვის. 1920-იანი წლებიდან დასაწყისიდან და მერე უკვე რაც აქეთ მოვდივართ, ხდებოდა ლიტერატურაში ავანგარდული ფორმების გასადავება. თავისით ხდებოდა ყოველგვარი დიქტატის გარეშე. ხდებოდა სახვით ხელოვნებაში მობრუნება სახვითობისკენ. შემთხვევითი როდი გახლავთ კლასიციზმი, პიკასოსი. შემთხვევითი როდი გახლავთ გაფიგურატიულება იმავე ბრაკისა, იმავე ამისი დერენისა, ლამინკისა, ლეჟესი და სხვათა და სხვათა. რჩებოდნენ ესეთი უკიდურესი ავანგარდისტები, მაგრამ ისინი იყვნენ სულ უფრო მცირე რიცხოვანი. მუსიკაში უკიდურესი ექსპერიმენტები და ნეოკლასიციზმისკენ შემოbrunება ხდებოდა სხვა ლიანდაგზე გადასვლა და სწორედ ავანგარდის დევნით მათ შეზინეს მას დღეგრძელობა. ყველაფერი დევნილი, ყველაფერი აკრძალული ხდება ხიბლიანი. და ამას გარდა ავანგარდული მხატვრობა, მემარცხენე ლიტერატურა, ჯაზი მუსიკაში, თქვა დოდეკაფონია, გახდა დემოკრატიის ნიშნები, რომელთა კულტივირება სრულებით ხელოვნურად შემდეგ უკვე დაიწყეს დასავლურმა სახელმწიფოებმა მეორე მსოფლიო ომის მერე, როგორც სოციალისტური ბანაკის საპირწონის. ესეც არ გახლავთ ჩემი საკუთარი მიხვედრა, ამას სრულებით პირდაპირ წერენ დღეს ნებისმიერ ყველა დასავლელი ხელოვნების ისტორიკოსები, იმიტომ რომ ისეთი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ჰქონდათ მათ. და ისე ხელოვნურად გადააქციეს ისინი, ცოცხალი მხატვრები გადააქციეს კლასიკოსებად, უხსნიდნენ მუზეუმებს, გალერეებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს დღესაც ყოველნაირ მემარცხენეობას. ეს ისე არ ხდება, თუ ეს არაა საჭირო პოლიტიკური მიზნებისთვის, სახელმწიფოები ამას არ აკეთებენ. ეს ახლაც პოლიტიკაა. და ეს მოიტანეს პატივცემულმა ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა. რომ არა მათი შტერული მართლა რაღაცა შავბნელი ბრძოლა ყველაფრის მიმართ, რაც მათ ამ წუთში არ ჭირდებოდათ, ჩვენ დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა. მე ვერ გეტყვით როგორი. მე არ ვიცი ეს სად მივიდოდა. არ ვიცი რა გზით განვითარდებოდა, როგორ ავთქვა. მაგრამ რომ იქნებოდა რაღაც სულ სხვა, ეს ცხადია. და კიდევ ერთი რამით მინდა დავამთავრო, რომ ნათელი გახდეს როგორი აბსურდული იყო ეს ყველაფერი. ჩემ პატარაობაში მე ვნახე აღმოსავლეთ გერმანელი მხატვრის რუდოლფ ბერგანდერის ერთი თუ ორი სურათი. ეს იყო ისეთ სოციალიზმი, მოსაწყენი, უსულგულო და ძალიან უღიმღამო. შარშან ხელში ჩამივარდა ალბომი, სადაც აღმოჩნდა, რომ ის 20-იანი წლების ბოლოს იყო ეგრეთ წოდებული ახალი სახვითობის, უბრალოდ ახალი საგნობრიობის, neue Sachlichkeit. ამას აქვს კიდევ მეორე ნიშნულობა ამ სიტყვას და მე მგონი გერმანელები ამასაც გულისხმობდნენ, ობიექტურობას არის კიდევ Sachlichkeit, საქმიანი ფხიზელი დამოკიდებულება. მაგრამ საგნობრიობასაც ნიშნავს. ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა, ახალგაზრდა მხატვარია, მაშინ არის კომუნისტი. ხატავს, მუშებს, ოღონდ არაიამ მოსკოვში გამოგონილი გაუგებარი და ღმერთმა იცის საიდან მოტანილი რეცეპტით, რომელიც გამოყვანილია მე-19 საუკუნის რეალისტი მხატვრები, სხვადასხვა მხატვრების შემოქმედებიდან რაღაცა გაუგებარი საშუალოა გამოგონილი. ასე არ ხატავდა. იქ რაღაცა რენესანსული გერმანული მხატვრობის გამოცდილება იყო, ექსპრესიული ნიშნები აქვს იმას. ვერ გეტყვით რომ ეს არის ჩემთვის ესეთი გულმისატანი ხელოვნება, მაგრამ ცოცხალია ნამდვილად. გამაგებინეთ რა უნდათ ახლა უკვე გერმანელ კომუნისტებს, რომლებსაც რა თქმა უნდა მოსკოვიდან კარნახობდნენ ყველაფერს 50-იან წლებში. ამ კაცს რომ სხვა ფორმა დააძალეს, რას ერჩოდნენ? კომუნისტი ხო იყო, მათკენ იყო იდეურად, მათკენ იყო თემატურად. დაენებებინათ ისეთნაირად ეყადა, როგორც მას გულში ედო. რატომ აზალებდნენ კიდევ რაღაცა მონდას და რაღაც ფერს? გიჟები თუ არ იყვნენ, ამას რისთვის აკეთებდნენ? აი ამ სისულელეებით დაღუპეს ყველაფერი. და მართლაც უკვე მე ჩემითაც შემიძლია გითხრათ, მე ოღონდ კი იმათნაირი არ ყოფილიყო და ყველაფერი მოგწონდა უკვე. აი ყველაფერი. ოღონდ კი არ გვანებოდა იმას, რასაც ისინი ნერგავდნენ. მათ თვითონ შექმნეს ყველაფერ იმის
გაფურჩნის შესანიშნავი პირობები, რასაც ვითომ და ებრძოდნენ. და ეს სხვადასხვა ჭკუის სასწავლებელია ყველა იმისთვის, ვინც მოისურვეთ მომავალში რამე აკრძალოს. აკრძალვა შემოქმედებასთან არ შეიძლება. შენ შეგიძლია მხოლოდ იმას, რაც არასწორი გონია, ის დაუპირისპირო, რაც სწორად მიგაჩნია. და მე ნახო, ყველა შემთხვევაში ალბათ გამოვა, რომ რაღაცა საშუალედო იქნება გამარჯვებული. უკიდურესობები როგორც წესი უნდა ყოფოარი ხოლმე, მაგრამ მათგან შეიძლება როგორც ორი ნაპერწკლიდან კაი დიდი კოცონი აბრიალდეს. ასე რომ მომავალშიც ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვიღაც მაინდა-მაინც უნდა მივახრჩოთ, ვიღაცა უნდა გავაგდოთ, ვიღაცა უნდა შემშილით მოკლათ. ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რა არის სწორი და როგორც შეგვიძლია, ოღონდ შვიდად ეს ადვილი არ არის, მაგრამ ეს სრულებით აუცილებელია, მით უმეტეს დღევანდელობაში. შვიდად ვიფიქროთ იმაზე, რა არის მართლა შვენიერი, რა არის მართლა სამომავლო, რა არის ის, რაც მოგვიტანს მართლაც და კეთილ მყოფაც, რაც წაადგება ამ შემთხვევაში დავავიწროვებ ამ ამოცანას ჩვენს ქვეყანას და დამერწმუნეთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება, ის სხვისთვისაც არ იქნება მაწყინარი. ოღონდ ნამდვილ სიკეთეს გულისხმობ და არა მოჩვენებიც. თუ ჩვენ მართლაც მოვიპოვებთ რაღაცას მაღალს სიკეთისა და მშვენიერების ზიარს, ის აუცილებლად ყველასთვის სიკეთის მომტანი აღმოჩნდება საბოლოოდ. ვეძებოთ ჩვენი და ვიპოვეთ აბსოლუტურს. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.